წერილობითი წყაროების თანახმად მარტყოფს მე-6 საუკუნემდე აკრიანი. ქვიანი ადგილი რქმევია. ღვთაების მონასტრის ისტორია გვამცნობს, რომ აქ ტაძარი პირველად ვახტანგ გორგასალმა ააგო. მე-6 საუკუნის პირველ ნახევარში აკრიანის მთებში მამა ანტონი დამკვიდრდა, რომელსაც განცალკევებით ცხოვრების გამო მარტყოფელი უწოდეს. მამა ანტონმა მალე გაითქვა სახელი როგორც სასწაულმოქმედმა და მასთან თავი მოიყარეს მორჩილებმა, რასაც მარტყოფის სამონასტრო ცხოვრების აღორძინება მოჰყვა. 1265 წელს ოქროს ურდოს მბრძანებლის ბერქაყაენის ლაშქრობის შემდეგ, რომელმაც ქალაქი რუსთავი გაანადგურა, საეპისკოპოსო კათედრალი რუსთავიდან მარტყოფში გადმოვიდა. 1395 წელს თემურლენგის შემოსევის დროს მონასტერი აოხრდა. დაიკარგა ტაძარში დასვენებული მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი, რომელიც მამა ანტონმა ედესიდან ჩამოაბრძანა. სწორედ ამ ხატის სახელიდან მოდის მონასტრის სახელწოდება ღვთაების მონასტერი. მონასტერს სამხედრო დანიშნულებაც ჰქონია. მას სათოფურებიანი გალავანი ჰქონდა შემოვლებული. იგი 1752 წელს ლეკებს დაუნგრევია და დღეს მხოლოდ ნაშთებიღაა შემორჩენილი. მონასტერი ძველთაგანვე წარმოადგენდა კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრს. აქ ფუნქციონირებდა სკოლა, რომელმაც 1752 წელს ლეკთა თავდასხმის გამო შეწყვიტა არსებობა. საეპისკოპოსო ცენტრის მდგომარეობა მარტყოფმა მე-19 საუკუნის დასაწყისამდე შეინარჩუნა. აღნიშნულ მონასტერში ცხოვრობდა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი კირიონ მეორე, რომელიც 1918 წლის 26 აგვისტოს თავის სენაკში მოკლეს. მონასტერი 1934 წლამდე ფუნქციონირებდა. შემდეგ ის კომუნისტებმა გააუქმეს და მე-20 საუკუნის 50-ან 60-იან წლებში აქ უპატრონო ბავშვთა თავშესაფარი გახსნეს. მოგვიანებით კი 31 ქარხნის დაჩად გადააქციეს. მარტყოფში სამონასტრო ცხოვრება 1989 წელს აღდგა. ამჟამად აქ აფხაზეთის ეპარქიაა თავშეფარებული. მონასტრის აღმოსავლეთით მთაზე მამა ანტონის სვეტი დგას, სადაც მას სიცოცხლის ბოლო 15 წელი გაატარა. ანსამბლის მთავარი ნაგებობა ღვთაების გუმბათიანი ტაძარი გახლავთ. ნაგებობის ძირში შემორჩენილია ასევე საძვალე, აქ არის ანტონ მარტყოფელის საფლავიც.